საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდიავა ხალხებში ნახავთ. 37 წელი 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან და 35 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან ქვეყანა ეროვნული იდეისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი 9 აპრილის მემორიალთან და გმირების პატივის მისაგებად მისული ხელისუფლების პირველი პირები და მოქალაქეები. პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებული ისტორიული თარიღის შეურაცხყოფელი შეძახილები, აგრესია და დაპირისპირება რადიკალურმა ჯგუფებმა 9 აპრილის მემორიალთან წელსაც პროვოკაციების მოწყობას სცადეს. ქართული რეალობის იგნორირება და გერმანული დიპლომატიის არადიპლომატიური სტანდარტი, რატომ არ აახლებს გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს შესახებ მონაცემებს და რატომ გაურბის კითხვებს პეტერ ფიშერი. პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები და პროგნოზები მსოფლიო ბანკი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რა წერია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის ანგარიშში. გადაჭარბებით შესრულებული გეგმა და ათვისებული 442 მილიონი ლარი. რა პროექტები განახორციელა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის პირველ კვარტალში. დღეს 9 აპრილია, თარიღი, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ტრაგედიას და ისტორიულ მოვლენას უკავშირდება. 37 წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანა დღეს დაღუპულ გმირებს იხსენებს. მათი ხსოვნის პატივის მისაგებად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ ხელისუფლების პირველი პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე 9 აპრილის მოვლენების მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები. 9 აპრილის მემორიალთან გარდაცვლილ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ. მადლობა თავისუფლებისთვის. სწორედ ეს არის 37 წლის შემდეგ დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის მთავარი სათქმელი. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ამავე დროს ყველაზე საამაყო თარიღი. დღე, როდესაც ეროვნული იდეისთვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მადლობა თავისუფლებისთვის. დღეს ქვეყანა საქართველოს უახლესი ისტორიის გმირებს იხსენებს. პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობა იყო. დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების პირველმა პირებმა, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინით შეამგეს. ხელისუფლების პირველი პირები 9 აპრილის ტრაგედიას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურნენ. 27 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და მადლობა გადაუხადეს მათ, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე კი წარუშლელი კვალი დატოვა. რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას. ამ ღამით განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმაც კი ვერ ჩაახშო ქართველი ერის ხმა, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა. უკვე 35 წელი არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მიუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ყოველ ჯერზე წამოვდექით, არასოდეს შევეგუეთ მარცხს, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძნით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტკბოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც. ეს არის ჩვენი 35 წლიანი მონაგარი. 10 წლეულებს გადმოწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ საშიშროება რეალურია და ეს სიტყვები დღემდე ეკოდგეს. მისგანაც დღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება, ისინი არსად გამქრალან. საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან. ამავე დროს დღემდე ისმის და ქუხს სხვა სიტყვებით, რომ აღსრულდა ნება ქართველი ერისა. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს.
9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მაღავლინა მეუფეშიოს თქმით ერის ერთიანობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგაც ნათლად გამოჩნდა, რომელიც 37 წლის წინაც ქართველი ხალხის გვერდით ბოლომდე იდგა. მისმა უწმინდესობამ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ღვთისადმი, სამშობლოსადმი, ადამიანისადმი მსახურებას და 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები გარდაიცვალნენ სამშობლოსთვის, თავი შესწირეს. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ დღის მნიშვნელობაზე, ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოს მომავალზე, მის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და ვფიქრობთ იმაზე, თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, ისევე 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში, დამოუკიდებლობის მოპოვებას ჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ეს დღეები ძალიან მაგონებდა მე პირადად პატრიარქის გარდაცვალების დღეებს, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა და ერთმანეთის ჭირის უფალი იყო და თან იყო მწუხარება, მაგრამ თან ძალიან დიდი იმედი, რომ პატრიარქის დანატოვარი იქნებოდა ძალიან ეს მიზნები პატრიარქის მიერ დაწყებული იქნებოდა მიღწეული ერთობით და სიყვარულით. 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ ტრაგედიის მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები. გაიხსენეს 37 წლის წინანდელი მძიმე ღამე და პატივი მიაგეს საქართველოს უახლესი ისტორიის გმირებს, რომელთა თავგანწირვამაც ქვეყნის თავისუფლების გზა განსაზღვრა. უცებრო დაიძახეს, რომ შემოგვესიენ და უკვე დავიშალოთო, არავინ ფეხი არ მოვიცვალეთ, უყველა ვიდექით ესე მყარად, ხელჩაკიდებულები და მოუგდებდა მთელი ეს ზღვა ხალხი, მაგრამ ვერ გადავრჩი მეც, მძიმედ დავშავდი, 2 თვე წექის ავადმყოფოში. ტანკები და ბეტერები წამოვიდა, უნდა გადაევლოთ. იქ ჩვენ ჩახერგილი ხომ, ის გაიტანეთ, გაუტანიათ იქ დიდი მანქანები. ტანკების გაუტანიათ და უნდა გადაევლოთ და ზუსტად მაშინ მოგვისწრება მერაბ კოსტავას ის მოვიდა რომ ადექითო. გადაგივლიანო. და აი ეგ ერთი და მე მეორე რო შემოვიდნენ უკვე აქა და არ შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა იმათვის, ეს იყო ყველაზე ისა ჩემთვის მაშინ. ძნელია იმ დღეების გახსენება, იმ წუთების გახსენება, იმ საათების გახსენება. როცა მთელი კვირაობით ვიდექით და დამოუკიდებელი საქართველოს მოახლოებას ვეიმოვდი. რამდენი გამახსენდება ის წუთები და ის მომენტი, ცრევლები მომდის. საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს რეგიონებშიც, აჭარაში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. სასულიერო პირებმა კი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები გადაიხადეს. ჩვენ ვიხსენებთ, არ გავიწყდება მათი სულები იმ ხალხმა, რომელმაც არნახული პატრიოტული სულით შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და თავის სიცოცხლეს. 9 აპრილს საქართველოს მოქალაქეების ერთობამ დაუდო საფუძველი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. დღეს შევიკრიბეთ ერთად ისევ, რომ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს გმირებს. ეს დღე არის როგორც უდიდესი ტკივილის, ასევე უდიდესი გამარჯვების დღე. ამ დღემ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი გააერთიანა, გააძლიერა და რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა დამოუკიდებლობამდე. 21-მა გმირმა თავი შესწირა თავისუფლებას და მათ შორის გურიიდან 2 შვილმა, ნატო გიორგაძემ და ნინო თოიძემ თავისი სიცოცხლე დათმეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ქეთს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და მადლობას ვუხდით თავისუფლებისთვის. ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლის ბრაში, პირველად ასა შაქრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე.
37 წლის წინ 9 აპრილს სრულიად მშვიდობიანი პროტესტი რამდენიმე წუთში დიდ ტრაგედიად გადაიქცა. გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბიეს. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად 9 აპრილი ერის ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ზუსტად 2 წლის შემდეგ კი 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. და აღსრულდეს ნება ღვთისა, ნება ერისა, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. ერთი იყოს ჩვენი ხარველი. თარიღი, რომელიც ქართული ხალხის ერთიანობის სიმბოლოა, წელსაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა. რუსთაველის გამზირი, სადაც 37 წლის წინ ქართული ხალხი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გაერთიანდა, დაპირისპირების ადგილად აქციეს რადიკალურმა ჯგუფებმა. 9 აპრილის მემორიალთან მისვლაში ხელს უშლიდნენ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვინც 37 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების მონაწილეები იყვნენ. თუმცა პატივით შეეგებნენ ადგილზე მისულ ნაცოპოზიციის წარმომადგენლებსა და უცხო ქვეყნების ელჩებს. აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა, რომლებიც დღეს 9 აპრილის მემორიალის ოკუპაციას ცდილობდნენ, გერმანიის ელჩის კეთილგანწყობა დაიმსახურეს, რუსთაველზე მისული პეტერ ფიშერი მათ განსაკუთრებული პატივით მიესალმა. დეტალებით საუმე გობრონიძე. თუ 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს საბჭოთა არმია დაუპირისპირდა და რუსთაველის გამზირის ოკუპაცია მოახდინა, 37 წლის შემდეგ სწორედ ამავე ტერიტორიაზე ისევ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ისევ უცხო ძალების ინტერესებით რადიკალურმა მცირე რიცხოვანმა ჯგუფმა მოქალაქეებისთვის პროვოკაციის მოწყობა და 9 აპრილის მემორიალის ოკუპაციას სცადა. დღევანდელი თარიღი, რომელიც ქვეყნისა და ქართული ხალხისთვის ერთიანობის სიმბოლოა, ქუჩის ოპოზიციის მხარდამჭერმა რამდენიმე აქტივისტმა წელსაც პოლიტიკური შოუსთვის გამოიყენა და რუსთაველის გამზირი დაპირისპირების ადგილად აქცია. დაუპირისპირდნენ ყველას და ყველაფერს, დააზიანეს გვირგვინებიც კი, რომლებიც ადგილზე გმირთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მოქალაქეებმა და ხელისუფლების პირველმა პირებმა მიიტანეს. მემორიალთან მისვლაში ხელს უშლიდნენ ყველას, მათ შორის მათ, ვინც 37 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების მონაწილეები იყვნენ და მემორიალთან თანამებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად მივიდნენ. ხალხმა რადიკალური ჯგუფის პროვოკაციის მცდელობებს ადგილზევე შესაბამისი პასუხი გასცა. მონოს მეძახირა, რატო არ დაფიქცალავ? მე რას გვერდში მოცოდა? ჩვენ რას გვერდში? რას იძახი ახლა? რას გეუბნები? პრივატიზებული ყველაფერი გამაგებინეთ ხალხო. რა თქმა უნდა, ოკუპაცია მაგაზე დაობს საერთოდ კაცო, როგორ შეიძლება მაგით? მამუკა ხაზარაძის და გია ბარამიძის პარტიის წევრები მე მეძახიან მონას. რა შუაშია ჩემ დანარხი ქართველია და ველაპარაკები არ არიან ესენი ქართველები, ესენი არიან დასანქცირებულები, როგორც რუსული. როგორ გეკადრება? როგორ შეიძლება ერზე ილაპარაკო ეგეთი რამე? როგორ შეიძლება? მეგრად თქვენ უფრო აგენტი ხართ, ეხლა შემოსული აგის ერთ შეკითხვებს მაძლევთ. ნუ აი ამაზეც გეტყობათ. ხელი დასანქცირებულები არიან რუსული საქმის კეთებისთვის. თქვენ რა იცით? რა ვიცი, კაცო. და ესე იგი მეც რუსეთის აგენტი ვარ, არა? უნდა განსაზღვროთ ვისაც. რა უნდა განსაზღვრო? რა შუბზე გაწერია ვინა ხარ? რატომ გადააბრუნეთ? არ გადაუბრუნეს თუ გადაუბრუნე. ნაგავი გვინდა აქ? და იდოს ყვავილები. ნაგავი არის, ეს ყვავილი არ არის ნაგავი. პროვოკაციის მოწყობა სურდათ მაშინაც, როდესაც 9 აპრილის მემორიალთან გმირების ხსოვნის პატივსაცემად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები მივიდნენ. მცირე რიცხოვანმა ჯგუფმა სცადა მათთვის ხელი შეეშალათ. იმ დროს კი, როდესაც საკრებულოს წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს აკეთებდნენ, მათთან რადიკალი აქტივისტები მივიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ხო და მაგას ნიშნავს მეც არა. რუსი. პოლიციის წარმომადგენლებით თქვენ ხართ რუსი. გაიგე, თქვენი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს. შეგიძლიათ მიბრუნდეთ. გესმოდეთ, აქ არის. თქვენ ხართ მოღალატე რუსო. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გარკვეული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არის აბსოლუტურად მართული და რომელთაც აქვს გარკვეული დავალებები, რა თქმა უნდა, ეს როგორც ქვეყნის შიგნით ძალებისგან, რომელიც ქვეყნის გარედან იმართებიან,
და დღეს, როდესაც არის ესეთი მძიმე დღე, ასევე არის ეკლესიურად ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ნებიშვიდეული, დიდი ხუთშაბათია. დღეს უნდა ხდებოდეს რაღაცა თავშეკავება, მეტი სოლიდარობა. ტრადიციულად რადიკალური ჯგუფის მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა ის მედიაც, რომლებიც მათ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს ამხელენ. მცირერიცხოვანი ჯგუფი ტელეკომპანია პოსტივისა და იმედის გადამღებ ჯგუფებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მემორიალთან მოკალათების მემორიალი, სადაც მოღალატეები მოდიან. მოღალატეები მემორიალთან არ უნდა მოდიოდნენ. მოღალატეები მემორიალთან არ უნდა მოდიოდნენ. მაშინ, როდესაც აქტივისტები საქართველოს მოქალაქეებს უპირისპირდებოდნენ და არაძლევდნენ შესაძლებლობას გმირების ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ, დიდი ზეიმით, ტაშით და მადლობით ხვდებოდნენ უცხო ქვეყნის ელჩებს. მათ შორის იყო გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელმაც დღეს მისი არადიპლომატიური და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული დამოკიდებულება 9 აპრილის მემორიალთანაც აჩვენა. მაშინ, როდესაც დიდი პატივით მიესალმა იმ აქტივისტებს, რომლებიც ადგილზე საბოტაჟის მოწყობის მიზნით იყვნენ შეკრებილები. ფიშერთან ერთად მცირერიცხოვანი რადიკალური ჯგუფის რადიკალურ ქმედებებს ადგილზე მხარს უჭერდა ქუჩის ოპოზიციაც. მე ვერ გამომიჯნები ადამიანების გულწრფელ გრძნობებს, რომ არ მოუშვან ემასთან 9 აპრილის მემორიალთან ის ხალხი, ვინც საქართველოს შეურაცხყოფას აყენებს. ადამიანებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება. სახელისუფლებო გუნდისთვის 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გარედან მართულმა დაჯგუფებამ დღეს მორიგი გარეთ დავალება შეასრულა, რომლითაც საზოგადოების ორად დაყოფას შეეცადნენ. თუმცა აქვე მცირერიცხოვან ჯგუფს და მათ გარე პატრონებს მართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ექსტრემისტების უდიდეს უმცირესობას მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობაზე ვერანაირი ზეგავლენა ვერ ექნება. ეს არის რადიკალების დაჯგუფება, მაგ დაჯგუფებიდან აბსოლუტური უმრავლესობა არის დახელფასებული და ჩვენ კარგად გვახსოვს მაგალითად წინა წელს რომ არ მიუშვეს ბავშვები ნაძვის ხესთან, ასევე 9 აპრილი გვახსოვს წინა წლის წლევანდელი 9 აპრილი, სადაც ისინი ცდილობენ რომ მონოპოლიზირებული კონდეთ რუსთაველის გამზირი და ეს არის პირდაპირ გარე დავალება, რომ შემდეგ მათ გარე პატრონებს სალაპარაკო მიეცეთ, რომ თითქოს საქართველოში რაღაცა უწყვეტი აქციაა და თითქოს ქართველი ხალხი არის ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი. ეს არის ელემენტარულად პოლიტიკური უკულტურობა და ხსოვნის შეურაცხყოფა იმ ადამიანებისა, ვინც თავი დადო 9 აპრილს და ვინც მონაწილეობდა 9 აპრილს და ზოგადად ეს არის ისტორიაზე ძალადობა, რასაც რაღაცა ჯგუფი ამ ადამიანების აკეთებს. 9 აპრილის მემორიალთან რადიკალური ჯგუფების მიერ დადგმული ყველა პროვოკაცია წარუმატებლად დასრულდა. ადგილზე დილიდან მობილიზებული იყო სამართალდამცავი უწყება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგზე ზრუნავდა. დღევანდელი თარიღი და დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების მხარესდგომა და რამდენად ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიყავხარ ფაქტს, როდესაც უცხო ძალების ინტერესებით და დავალებებით მოქმედებ. ქართული რეალობის იგნორირება და გერმანული დიპლომატიის არადიპლომატიური სტანდარტი, რატომ არ აახლებს გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს შესახებ მონაცემებს. არაერთი კონსულტაციისა და თბილისიდან გაგზავნილი ოფიციალური ნოტის მიუხედავად, ოფიციალური ბერლინი ქართველი ხალხის არჩევანს უგულვებელყოფს. ისევ დუმილის რეჟიმშია და კითხვებს გაურბის გერმანიის ელჩი, რომელსაც პირდაპირ ევალება მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საკუთარი მთავრობისთვის. შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო უწყებას საქართველოს მთავრობის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ არ განუახლებია, თუმცა იმავე ვებგვერდზე მონაცემები განახლებულია რუსეთისა და სირიის შემთხვევაში. ანა შანიძე გიამბობთ. რატომ არ აახლებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციას? თავისუფლებასთან დაკავშირებით ვრცლად მოსაუბრე გერმანიის ელჩს საკუთარი მთავრობის უხეშქმედებაზე სათქმელი არაფერი აღმოაჩნდა. მას შემდეგ, რაც ლეგიტიმურ შეკითხვებს თავი აარიდა, პეტერ ფიშერმა ტერიტორია იმ ჟესტით დატოვა, რაც მის პოლიტიკურ მიკერძოებას ნათლად გამოხატავს. შეგიძლიათ გითხრათ, რატომ არ ანახლებთ საქართველოს შესახებ ინფორმაციას? არა, სხვა დროს შემიძლია მოусმინოთ თქვენს კითხვებს. ჩვენ ასევე მოგმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე.
მადლობა, კარგ დღეს გისურვებთ, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. არ გაქვთ ჩვენს კითხვაზე პასუხი? დიპლომატიურ პასუხისმგებლობას გაქცეული ელჩის დაცვა დღეს მისმა მოკავშირეებმა სცადეს თან იმდენად, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ფაქტობრივად პეტერ ფიშერის პრესსამსახურის ფუნქცია იტვირთა და პარტიაში თქვეს, როდის გასცემს ელჩი პასუხს ჟურნალისტების შეკითხვებს. ბატონი ელჩი არის ადამიანი, რომელიც არ ერიდება საჯაროობას და ძალიან ბევრ კითხვას საჯაროდ ცემს ხოლმე პასუხს და მათ შორის ინტერვიუების აქვს ხოლმე ხშირად. კონკრეტულ კითხვაზე რაღაც მომენტში თუ არ გიპასუხა, ეს პრობლემა არ არის, მომავალში გიპასუხებ. განსხვავებული პოზიცია აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. ხალხის ძალაში მიიჩნევენ, რომ ფიშერის დუმილი ქართველი ხალხისთვის სასურველი პასუხების არ ქონას ნიშნავს. მისი 9 აპრილის მემორიალთან მისვლა ნიშნავს იმას, რომ მას სურს თავი მოაწონოს ქართულ ხალხს, მაგრამ კითხვებს ვერ პასუხობს, რადგან არ აქვს ის სასურველი პასუხი, რომელიც შეიძლება მოწონებული იქნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან და სწორედ ამიტომ იგი ამჯობინებს დუმილს. რატომ არის უგუნებელყოფილი ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს პოლიტიკური რეალობა? გერმანული მხარის ქმედება არასერიოზულ დამოკიდებულებად ფასდება მმართველ გუნდში. სახელმწიფო პარტიაში მიიჩნევენ, რომ ლეგიტიმურ შეკითხვებზე ფიშერის დუმილი სწორედ იმ არამეგობრული პოლიტიკის გამოხატულებაა, რომელიც მის ქვეყანას საქართველოსთან მიმართებაში აქვს. არავითარი გულსხმელობა და ქართული ხალხის სიყვარული, რომელსაც ასე საუბრობენ ხოლმე მაღალფარდოვანი სიტყვებით, ასეთი რამე უბრალოდ მათ გულში გიაროდეთ, რეალურად ეს არის ჩაერიონ საქმეებში, ჩაერიონ გადაწყვეტილებებში, პატივის არცენ დემოკრატიულ საწყისებს და ამით კიდევ ერთხელ შელახონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი. საერთო ხელწერა არის ჩვენ არაერთი რეზოლუცია ვიხილეთ, სადაც ევრობიუროკრატები, ევროპარლამენტარები რეზოლუციაში პირდაპირ წერდნენ, რომ თურმე დღესაც ქალბატონი ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, იგივე საკეთებს გერმანიის მთავრობაც, ეს მათ არასერიოზულობაზე მეტყველებს და ამით თუ ცდილობენ ისინი, რომ ჩვენ ამას დაგვაკლებენ, ძალიან ცდებიან. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამწუხაროდ არის დესტრუქციის ტყვეობაში და ელჩის მიერ დაწყებული დესტრუქცია დღეს არის გადადებული გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე და ვერ ახერხებს, რომ რეალობას გაუსწოროს თვალი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ არ განახლებულა. საქართველოს პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული. ეს კი იმ ფონზე, როდესაც იმავე ვებგვერდზე განახლებულია რუსეთისა და სირიის შესახებ მონაცემები. ქართულმა მხარემ გერმანიის საგარეო უწყებას არაერთხელ მიმართა. მიმდინარე წლის 4 მარტს გაგზავნილ ბოლო ვერბალურ ნოტაზე მიღებული პასუხის მიხედვით გერმანულმა მხარემ რეაგირებისთვის 4 კვირა ითხოვა. დრო უკვე ამოიწურა, თუმცა რეაგირება ისევ არ მომხდარა. მას შემდეგ რაც ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს მონაცემები არ არის განახლებული საქართველოს პროფილში, მე მივმართე სადებუტეტო კითხვით საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და გამოვითხოვე ინფორმაცია, თუ რა სახის კომუნიკაცია ქონდათ გერმანულ მხარესთან. პასუხად მივიღეთ, რომ 2024 წლიდან დღემდე, ამ 2 წლის განმავლობაში, როგორც ვერბალურად, სატელეფონოდ, ისე წერილობითაც ქონდათ კომუნიკაცია გერმანიის საგარეო უწყებასთან. იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის საგარეო უწყება საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული არასწორი ინფორმაციის კორექტირებას არ მოახდენს, საქართველოდან ბერლინში უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ოფიციალური მიმართვა გაიგზავნება. მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა სტაბილურ განვითარებას განაგრძობს. მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. 2026 წლის განახლებულ ანგარიშში საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები დადებითად არის შეფასებული და ის 5%-ით განისაზღვრა. ოფიციალური მონაცემების თანახმად ეკონომიკური მაჩვენებლებით ჩვენი ქვეყანა უპირობო ლიდერია კანდიდატ სახელმწიფოებს შორის. ამასთან საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია საქართველოსგან განსხვავებით ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის შენელებას პროგნოზირებს. ნუცა კოროშინაძე ამბობთ. მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და გლობალურად შესუსტებული ეკონომიკური აქტივობის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა სტაბილურ განვითარებას განაგრძობს. ამას ადასტურებს საერთაშორისო გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის 2026 წლის ანგარიში. მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პერსპექტივები დადებითად შეფასდა, მაჩვენებელი კი 5%-ით განისაზღვრა. გავლენიანი ფინანსური ორგანიზაცია მიიჩნევს,
რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის და ვაჭრობის ფრაგმენტაციის გამო ევროპის და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში წელს ეკონომიკური ზრდა არსებითად შენელდება. რეგიონის მდგრადობა კვლავაც განსაცდელშია ბუნებრივი გაზის, ნავთობის და სასუქების იმპორტზე რიგი ქვეყნების დამოკიდებულების პირობებში. ბევრ ქვეყანაში საჭირო იქნება კრიზისის გავლენაზე რეაგირება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად მიზან მიმართულ ღონისძიებებზე ფოკუსირებით. სირთულეების მიუხედავად დარგობრივი რეფორმების განხორციელება ფირმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად ხელს შეუწყობს კრიზისის ზემოქმედების შემცირებას და ამაღლებს ეკონომიკურ მდგრადობას და დინამიზმს. 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ზრდა ძლიერი შენარჩუნდა, რაც განპირობებული იყო კერძო მოხმარებით, სამშენებლო აქტივობით და რეექსპორტით. საქართველო კანდიდატ სახელმწიფოებს შორის უპირობო ლიდერია. გავლენიანმა ფინანსურმა ორგანიზაციამ 2026 წელს მოლდოვის ეკონომიკა 1,9%-ით, უკრაინის კი 1,2%-ით განსაზღვრა. საქართველოს მონაცემები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეფასებით, მხარდამჭერი პროგრამები ეკონომიკურ ზრდის ტემპს დამატებით სტიმულს მისცემს. მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ძალიან კეთილსაიმედო პროგნოზი საქართველოს მიმართებით 2026-27 წლის საშუალო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის არის გაუმჯობესებული საქართველოს მიმართებით. ეს ძალიან კარგია, არა მხოლოდ მსოფლიო ბანკი, არამედ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიც ცდიან საქართველოს პროგნოზს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს თითქმის ორჯერ მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკმა არაერთ ქვეყანას შეუმცირა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საქართველოს ეკონომიკა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყანად. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ისევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. აღნიშნული საფუძველს გვაძლევს ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში ფიქსირდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით თანმიმდევრული ნაბიჯებითა და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს. ხალხის ძალის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემები საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ადასტურებს, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ეკონომიკური ზრდა ვერ იქნებოდა მშვიდობის გარეშე და ვერც ის დაგეგმილი პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტო არის რეგიონში, რაც თითქმის ორჯერ აღემატება დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს, ხელშეწყობილი არის იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მშვიდი გარემო არის საქართველოში, ასევე იმითი, რომ ჩვენ გვაქვს შექმნილი ყველანაირი პირობა ბიზნესისთვის. იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტიც, იზრდება მათ შორის განსხვავება იმ ქვეყანასთან, როგორც არის, ისეთ ქვეყნებთან, როგორც არის მაგალითად მოლდოვა და უკრაინასთან გასაგებია, მაგრამ მოლდოვას რომ გვადარებენ ხოლმე და ჩვენზე წინ რამენაირად ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები აყენებენ, ეს ერთი არის პოლიტიკური განცხადებები, ხოლო მეორე არის ფაქტები. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ბიუჯეტს, მეტი ბიუჯეტი კი ნიშნავს სოციალურ საჭიროებებს და სოციალურ პროგრამებზე კიდევ უფრო მეტ დანახარჯებს, ეს ნიშნავს საგანმანათლებლო ტურისტული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, გზების განვითარებას, მოსახლეობის წყალმომარაგების, გაზმომარაგების გაუმჯობესებას. ხელისუფლების მიზანი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ 2026-27 წლებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, არა მხოლოდ რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად. 7.4%-ით შესრულებული გეგმა და ათვისებული 442 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. საგზაო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და წყალმომარაგების სისტემის აღდგენა, რეაბილიტაცია, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა. ეს ის მცირე ჩამონათვალი, რამაც უწყების წარმატებულ შედეგებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სამინისტროს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს, განსაკუთრებით მეორე და მესამე კვარტალში, როდესაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყება. დეტალებით ნანუკა წითელაშვილი.
გზები, მაგისტრალები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, რეკრეაციული ზონები და წყალმომარაგების სისტემები, ათასობით ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აშენდა და რეაბილიტირდა. შედეგად კი მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით 7%-ით შესრულდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 410-ის ნაცვლად 442 მილიონი ლარის ათვისება მოახერხა. პროგრამების მიხედვით თანხები ასე გადანაწილდა. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები 291,1 მილიონი, 111%. მათ შორის ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა 159,6 მილიონი, 124%. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა რეაბილიტაცია 19,8 მილიონი, 101%. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა რეაბილიტაცია 39 მილიონი, 108%. საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია 80,9 მილიონი, 100%. ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები 6,7 მილიონი, 100%. სპორტული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი ღონისძიებები 11,9 მილიონი, 99%. ინფრასტრუქტურის სამინისტროს კიდევ უფრო მეტი ამბიციური გეგმები აქვს. მინისტრი ამბობს, რომ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი მეორე და მესამე კვარტალში დაიწყება. ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება კი სწრაფი და ხარისხიანი ტემპით წარიმართება. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. ჩვენ აქტიურად მუშაობთ სხვადასხვა იმ პროგრამაზე და მიმართულებაზე, რომელიც თავიდანვე წლის დასაწყისში იყო დაანონსებული და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით ჩვენ პრობლემა არ გვექნება. პირიქით შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ყველა ის სამუშაო, რომელიც საქართველოში ჩვენს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ეხება, სწრაფი ტემპით და ხარისხიანად წარიმართოს. სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია წარმოადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან ყველაზე მეტი სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდა. აღნიშნული სახის პროექტები, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს ჩქაროსნული გზის 4 მონაკვეთი დასრულდება. ამჟამად 85 ლოკაციაზე მიმდინარეობს აღნიშნული პროექტები, ხოლო ამ კვარტალში 11 ობიექტი უკვე დასრულებულია, რითიც მოსახლეობას შეუძლიათ უკვე კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობა. მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი არის 4 ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთის გახსნა, როგორებიც არის სამტრედია-გრიგოლეთის დამატებითი 6 კილომეტრი, ასევე გრიგოლით-ქობულეთის დარჩენილი 3 კილომეტრი, კახეთის მიმართულებით მაგისტრალის გაგრძელების დასრულება და ასევე გუდაურის მისასვლელი გზის დასრულება მიმდინარე წლის განმავლობაში. კიდევ ერთი მიმართულება, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, საქართველოს მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა რეაბილიტაცია. ამ დროისათვის 100-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 2 მილიარდ ლარს აღემატება და რომლის დასრულების შემდეგაც 300,000-ზე მეტი ბენეფიციარი გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს. დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით 100-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს 2 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები, რომლის დასრულების შედეგადაც 300,000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით კორუფციისა და არასწორი პრაქტიკის პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეაჩერა. შედეგად 400 მილიონი ლარი დაიზოგა, რომელიც სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტზე დაემატება. ორკვირიანი ზავის მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია ამერიკასა და irans შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც რამდენიმე კვირიან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, უკვე საფრთხის ქვეშ დგას. მთავარი პირობა ჰორმუზის სრუტის გახსნა, თუმცა თეირანი აცხადებს, რომ სრუტეში ყოველდღიურად 10 ტანკერს გაატარებს. მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანში ახლა რიგს 400 გემი ელოდება. შტატების ვიცე-პრეზიდენტის კი იმუქრება, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს სრულად არ გახსნის, ზავი დაირღვევა და მასირებული შეტევები გაგრძელდება. პარალელურად ისრაელი აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს ლიბანის ტერიტორიაზე, სამიზნე ჰეზბოლა. ირანი თელ-ავივს ზავის დარღვევაში ადანაშაულებს და კვლავ პასუხის გაცემით იმუქრება. დეტალებით თეკლა ბესტავაშვილი.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰეზბოლაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანეს. დაიღუპა 180-ზე მეტი, 890 კი დაშავდა. ისრაელი აცხადებს, რომ სამიზნე ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა, სამხედრო ბაზები, სარაკეტო დანადგარები და შტაბები იყო. სახელის ცნობით ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერის პირადი მდივანი. ჩვენ გავაგრძელებთ ჰეზბოლაზე დარტყმებს, სადაც საჭირო იქნება იქამდე, სანამ ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სრულ უსაფრთხოებას არ აღვადგენთ. ირანი ისრაელს მკაცრი პასუხით ემუქრება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შტატები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებს და ლიბანში ისრაელის სამხედრო შეტევებზე თვალს ხუჭავს. იმ შემთხვევაში, თუ თელ-ავივი ლიბანზე იერიშებს არ შეწყვეტს, თეირანი ამერიკასთან მოლაპარაკების ჩაშლით იმუქრება. ირანის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ვაშინგტონი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. შეუძლებელია მოითხოვოთ ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ დათანხმდე პირობებს, დაეთანხმო ყველა რაიონში ცეცხლის შეწყვეტას, კონკრეტულად ლიბანიც დაასახელო, შემდეგ კი შენმა მოკავშირემ დაიწყო ხოცვა-ჟლეტა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკელი სამხედროები რეგიონში პოზიციებს ერჩებიან. მისივე განმარტებით ცეცხლის შეწყვეტის პირობაა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენა. პრეზიდენტი ირანს აფრთხილებს, რომ პირობების დარღვევის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებები განახლდება. ამერიკის შეერთებული შტატების ყველა გემი თვითმფრინავი და სამხედრო პერსონალი დამატებითი ამუნაციით, შეიარაღებით და ყველაფრით, რაც აუცილებელია, უკვე მნიშვნელოვნად დასუსტებული მტრის ლეტალური განადგურებისთვის დარჩება ადგილზე ირანში და მის გარშემო, ვიდრე მიღწეული ნამდვილი შეთანხმება სრულად არ შესრულდება. რაიმე მიზეზით ეს თუ არ მოხდება, რაც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ სროლა დაიწყება. უფრო მასშტაბურად, უკეთესად და ძლიერად, ვიდრე ოდესმე ვინმეს უნახავს. ეს დიდი ხნის წინ იყო შეთანხმებული და მიუხედავად ყველა სრულ რიტორიკისა, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება და ჰორმუზის სრუტე იქნება ღია და უსაფრთხო. მანამდე ჩვენი დიდებული სამხედრო ძალა იმზადება და ისვენებს. ფაქტობრივად შემდეგი შეტევის მოლოდინშია. ამერიკა დაბრუნდა. ლიბანზე განხორციელებულ ავიაიერიშებს გმობენ მსოფლიო ლიდერები. ხაზს უსვამენ სამოქალაქო მსხვერპლის ზრდას და დაუყოვნებლივ მოითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას. ირანის პრეზიდენტს და ამერიკის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონმა ორივე ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ლიბანზე იერიშების შეწყვეტა დაუსახელა. ლიბანზე თავდასხმებს გმობს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი. პედრო სანჩესის თქმით, ისრაელის ლიდერი საერთაშორისო სამართალს არღვევს. ახლო აღმოსავლეთის კრიზისში ახლა ცენტრალურ როლს ჰორმუზის სრუტე თამაშობს. შტატები მზად არის შესთავაზოს ირანს მნიშვნელოვანი კომპრომისები, თუმცა მთავარი წინაპირობა ჰორმუზის სრუტის გახსნა და კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების პირობებია. ოფიციალური თეირანი კი ყოველდღიურად მხოლოდ 10 ტანკერის გატარებაზეა თანახმა. ეკონომიკურ ზონაში გასვლის უფლების მისაღებად ირანი კომპანიებისგან ყოველ ბარელ ნავთობზე $1 გადახდას ითხოვს. ორკვირიანი დროებითი ზავის დადების მიუხედავად სამხედრო მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში მაინც გრძელდება. თავარი კითხვა კვლავ ისრჩება, რამდენად აქვს ამ შეთანხმებას რეალური მნიშვნელობა და რამდენად შეუძლია მას მშვიდობის მიღწევა. კრიტიკულ საკითხებსა და ცეცხლის შეწყვეტაზე ჩართული მხარეები პარასკევს ისლამაბადში იმსჯელებენ. 2010 წლამდე გაცემული გარკვეული დიპლომების აღიარების პროცესი მარტივდება. ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომები მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრდება. აღდგება იმ სტუდენტების უფლებებიც, რომლებმაც თავის დროზე სტატუსი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უნივერსიტეტში მოიპოვეს, თუმცა სასწავლებელს აკრედიტაცია გაუუქმდა. გათვალისწინებული იქნება იმ სტუდენტთა ინტერესებიც, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნივერსიტეტში ლიცენზიის მოპოვებამდე ჩარიცხეს. განათლების სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კონკრეტულ პირობებს მოიცავს. ინიციატივა პარლამენტს უახლოეს მომავალში წარადგინება. დეტალებს მარიამ რატიანი გიამბობთ. ის ადამიანები, რომლებიც 1992 წლიდან 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებით პრობლემას აწყდებოდნენ, ამიერიდან მიღებული განათლების აღიარებას შეძლებენ. აღნიშნული ინიციატივის შესახებ დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა. გივი მიქანაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილების მიზანი იმ მოქალაქეებზე ზრუნვაა, ვინც წლების წინ არსებული გაუმართავი საკანონმდებლო სისტემის გამო სათანადო პოზიციებზე დასაქმებასა და სწავლის სასურველ საფეხურზე გაგრძელებას ვერ ახერხებდნენ. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარედგინება პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც
ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება ის პრობლემები, რომლებიც დიპლომის აღიარებასთან იყო დაკავშირებული 2010 წლამდე. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი იმედია რომ მოიწონებს და მხარს დაუჭერს, საბოლოოდ დაუსვავს წერტილს იმ ხანგრძლივ პროცესებს, რომლითაც კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები მიდიან სასამართლოში, ასაჩივრებენ ამ პროცესებს და ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროსთან. ეს ყველაფერი უკვე ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ ცვლილებების თანახმად ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომები მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდება. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების პროცესი გაუმარტივდებათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნივერსიტეტში ლიცენზიის მოპოვებამდე ჩარიცხეს. ინიციატივა მოიცავს ისეთი ადამიანების დიპლომებსაც, ვინც ლიცენზირებულ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, თუმცა სწავლა არაღიარებულ რეჟიმში დაასრულეს. პირველი ეს ეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც სწავლა დაიწყეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა სწავლის პერიოდში ან დიპლომის გაცემის მომენტში ამ სასწავლებელს შეუჩერდა ინსტიტუციური აკრედიტაცია ან ლიცენზია. მეორე ნაწილი ცვლილებების ეხება იმ მდგომარეობას, როდესაც სტუდენტი ირიცხებოდა უნივერსიტეტში, ჩარიცხვის მომენტში უნივერსიტეტს არ ჰქონდა ლიცენზია, მაგრამ შემდგომ სწავლის დაწყებიდან თქვათ, რამდენიმე დღეში ის იპოვებდა ლიცენზიას და სტუდენტი ასრულებდა უკვე აღიარებულ რეჟიმში უნივერსიტეტს. 4 წლიანი პროგრამის და 5 წლიანი პროგრამის კურსდამთავრებულების კვალიფიკაცია ორივე მათგანი გათანაბრებული იქნება მაგისტრის ხარისხთან, ვინაიდან აღნიშნული სტუდენტები სწავლობდნენ ერთი და იგივე შინაარსის პროგრამას, ერთი და იმავე დაწესებულებაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ცვლილებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის აკრედიტაციის ქონის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება გასულ წლებში ნაცადი მანკიერი პრაქტიკა იყო. ჯაბა სამუშია აღნიშნავს, რომ პროცედურათა გამარტივება დადებითად საქართველოს ათასობით მოქალაქეზე აისახება. ეს ის პრობლემები, რომლებიც წლებია და შეიძლება ითქვას აწლეულებია, რომ დაგროვდა 2000-იანების დასაწყისში დაახლოებით 2010 წლამდე, როდესაც ხდებოდა, რომ სტუდენტებს უმალავდნენ რეალურად ამ პრობლემას და ფაქტობრივად სტუდენტი ამთავრებდა უნივერსიტეტს და მის დიპლომს ჰქონდა პრობლემა. მთლიანობაში მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც ათასობით ჩვენს მოქალაქეს ეხება და რა თქმა უნდა, უპირველესად ეს იქნება მიმართული იქითკენ, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება იგივე დასაქმების, დიპლომების აღიარების კუთხით მაქსიმალურად ჰქონდეთ გამარტივებული პროცედურა. საკანონმდებლო ცვლილების პროექტი განათლების სამინისტროსა და განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა და პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. რეკლამის დროა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. რეკლამის შემდეგ პოსტების საინფორმაციო სამსახური თქვენს მუშაობას აგრძელებს. ტურიზმის სექტორი ტურისტული სეზონისთვის ემზადება საერთაშორისო ბაზრებზე აქტიური მუშაობა, მარკეტინგული კამპანიები და შიდა ტურიზმის წახალისება გრძელდება. იზრდება ავიაკომპანიებისა და მათ მიერ შესრულებული რეისების სიხშირეც. ტურიზმის სექტორის განვითარება და გლობალური გამოწვევების გადაჭრის გზები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. დეტალებს ნინო საულქოძე გიამბობთ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოახლოებული ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო. შეხვედრა გაიმართა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან. გლობალური გამოწვევების ფონზე იმსჯელეს იმ გზებზე, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გავლენა საქართველოს ტურიზმის სექტორზე მაქსიმალურად შემსუბუქდეს. საუბარი შეეხო ტურისტულ ბაზრებზე ერთობლივ აქტივობებს, რაც ხელშეუწყობს ნეგატიური გავლენის შემცირებას. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის ჩართულობით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განახორციელებს პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზრებზე, იმისთვის რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი მოგზაური მოიზიდოს. ვისაუბრეთ ახალ მიმართულებებზე, არსებული მიმართულებებზე, ერთობლივ ღონისძიებებზე, ეს იქნება სიხშირეების დამატება, მარკეტინგული კამპანიები, B2B შეხვედრების მოწყობა იმისთვის, რომ იმ ქვეყნებიდან, სადაც ცნობადობა მაღალია, ეს იქნება თქვათ სამეზობლო ქვეყნები, თურქეთი, შუა აზია, ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში დაგეგმილ სეზონზე წლის ბოლომდე, იმისთვის, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გავლენა საქართველოს ტურიზმის სექტორზე შედარებით შევამსუბუქოთ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები სექტორს არსებული გამოწვევების დაძლებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება, აცხადებენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები. მათი შეფასებით ტურიზმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრების დროებით შეზღუდვა, როგორც ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროებია, პირდაპირ აისახება სექტორზე, თუმცა 2025 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებმა, ასევე პირდაპირ ფრენების დამატებამ 2026 წლის კრიზისი ნაწილობრივ გადაფარა და დღეს საქართველოს მეტი ტურისტის მისაღებად მზად არის. ის ტენდენციები და შეხედულებები, რომლებიც დღეს იყო გაშკერებული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან, სადაც რეისების დამატება არის მოაზრებული, სადაც სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების გააქტიურება არის მოაზრებული, ეს რა თქმა უნდა იქნება პირდაპირ და სწრაფი ხელშემწყობი ფაქტორი ტურიზმის სექტორის, სასტუმროების და ტურისტული კომპანიების უფრო მეტი კეთილდღეობისთვის და უფრო ხელი შეეწყობა, ესე ვთქვათ, გადარჩენის რეჟიმს. 25 წლის სეზონი იყო არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი და ჩვენ ბევრად უკეთეს სეზონს ველოდებით 26 წლის მიუხედავად ყველაფრისას. მაინც მჯერა რომ სეზონი ცუდი არ იქნება. გონია რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება საფუძველი და უდევს საფუძვლად ძალიან ბევრ ცვლილებას ან ტურიზმის სექტორის მიმართულებით. საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე მუშაობასთან ერთად დაგეგმილია შიდა ტურიზმის დამატებით სტიმულირება და ამ მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ ინიციატივებს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. გამიხარდა რომ არის ფიქრი იმაზე რომ რაღაცა სცენარები საშუალოს სირთულის კიდევ უფრო თუ არ პომი არ დამთავრდა ერთ თვეში თუ ორ თვეში თუ რაღაცა სხვადასხვა სცენარებს გადის ადმინისტრაცია და ჩვენ მივეხმარებით და ერთად ვომით რაღაცა მივახცევთ იმას რომ დალი უფრო იოლი დანაკარგებით და იოლად გამოძრეს აი ამ სიტუაციიდან, რომელიც პრინციპში საკმაოდ რთულია. დღევანდელი შეხვედრა მე ვფიქრობ პროდუქტიულია, ყოველთვის სახელმწიფო სექტორი და კერძო სექტორი უნდა ხვდებოდეთ, აზრებს უნდა უზიარებდეთ ერთმანეთს და ხედავდეთ რა გამოსავალია და საით მედივა. შეჯერომ მინიმალური გასწავლები და იმეც უტევქო რაღაც პლანები დაიმატება, კონკრეტულად იმ ბაზრებზე გამომაბადების სტავსტოპ ოპერირებთ ამ ეტაპზე. ასე მეზობელ ქვეყნებს ჩავატარეს ტექნიკური კომპანიები, რითაც სოლფეტთან აზერბაიჯანში დექვა მოდავეთ ხამეტი ტურისტი მოვიზიტეთ და შესაბამისად გადავიდეთ მოკლება და შეაჩერებოდა ეტაპი რომ მაქსიმალურად შევიდო გადამწყვეტ. სამუშაო შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო არსებული გლობალური რისკ ფაქტორების გავლენის შეფასებას და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომელიც ტურიზმის სექტორს ადაპტაციასა და მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება. საქართველოს კულტურის მინისტრის სამუშაო ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში დასრულებულია. ვიზიტის ფარგლებში თინათინ რუხაძემ არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის ბერძენ კოლეგასთან და ათენის მერთან. მხარეები თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ. უწყების მხარდაჭერით ათენში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტიც გაიმართა. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. კულტურის მინისტრმა საბერძნეთში სამუშაო ვიზიტი ბერძენ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. თინათინ რუხაძემ და ლინა მენდონმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა თეატრის, ლიტერატურის, მუსიკის, სამუზეუმო მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ვისაუბრეთ იმაზე, რომ არა მხოლოდ მომავალში საქართველოსდან ჩამოვიტანოთ კულტურული საგანძური და მოეწყოს გამოფენა აკროპოლისის მუზეუმში. ასევე საპირწონედ საბერძნეთიდან საქართველოშიც გაიგზავნოს ჩვენი განძი. ეს მართლაც შესანიშნავი გამოცდილება იყო. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კულტურის მინისტრი ათენის მერს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კავშირზე და ხაზი გაუსვეს კულტურის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლიტერატურისა და თეატრის კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. გამოითქვა ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა. ჩვენ საქართველოსთან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს, ასევე თბილისთან უკვე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვაქვს ხანგრძლივი თანამშრომლობა. ძალიან გვიხარია, რომ ვაპირებთ ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესებასა და განახლებას. ათენსა და თბილისში ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამები. თინათინ რუხაძემ სტავროს ნიარხოსის ფონდის დირექტორთა საბჭოს უფროს მრჩეველთან და ონასისის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან განიხილა. მხარეებმა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აღნიშნულ ფონდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც იმსჯელეს. ძალიან ნაყოფიერი იყო ეს ვიზიტი, გარდა იმისა, რომ
კიდევ კულტურული პროგრამით ვიყავით საბერძნეთში წარმოდგენილი. ძალიან მაღალ დონეზე შედგა ყველა შეხვედრა, ძალიან კარგი პროექტები განვიხილეთ ორმხრივი, რაც საქართველოსა და ევროპული ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია. შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება, დაისახა კონკრეტული გეგმები, რომელიც ახლო მომავალში განხორციელდება. ეს კულტურის დიპლომატიის ფარგლებში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. კონცერტზე მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით მისივე ნაწარმოები რეკვიემი შესრულდა. საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. გენიალური ფოლკლორი ჩვენ რაც გვაქვს, კიდაც სიმღერა იყოს, კიდაც ცეკვა, ამას ყველა აღიქვამ როგორც ჩვენ ისტორიას და წარსულს. ესეთი საშუალება რომ 150 კაცი ჩამოხვიდე ევროპულ ქვეყანაში და ესეთი კონცერტი გამართო სახელმწიფოს ხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდება ვერასდროს. დიდი მადლობა საქართველო ამ მართლაც შესანიშნავი საღამოსთვის. ვფიქრობ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რეკვიემი რომელიც მომისმენია. გონია რომ ასეთი სახის გაცვლებით თქვენი ქვეყნის ასეთი შესანიშნავი წარმოდგენები აქ საბერძნეთში ძალიან მნიშვნელოვანია. მუსიკა ულამაზესი იყო. დირიჟორმა ჩვენ როგორც მაყურებელი სხვა დონეზე აკვიყვანა. მუსიკა მართლაც ულამაზესი იყო. მას შეუძლია მიწუდეს ყველა ასაკის ადამიანს. ეს გულის ამაჩუყებელია. კულტურის მინისტრის სამუშაო ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში დასრულებულია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. დღის წესრიგშია კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი. დოკუმენტზე საბოლოო ხელმოწერის მიზნით საქართველოს საბერძნეთის კულტურის მინისტრი ეწვევა. დღეს ვნების 7 იულის დიდი ხუთშაბათია. სახარების მიხედვით ამ დღეს ზიარების საიდუმლოს დაწესება უკავშირდება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სამების საკათედრო ტაძარში წირო აღასრულა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12 გზის სახარება იკითხება, რა დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ კითხულობენ მონაკვეთებს უფალო იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ ვიხსენიებთ საიდუმლოს ერობას და უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას, ვეცადოთ უფრო ხშირად, უფრო აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რომ მივიღოთ ყველაფერი ის, რაც ღვთის მადლით და ძალით ჩვენ მოგვეცა ჩვენი სული ცხოვრებისთვის, ჩვენი ფერისვალებისთვის და მივიღოთ ის ყველაფერი, ეს სწრაფობა და მადლი საიმისოთ, რომ როგორც წერია სახარებისეულ ვიგავში თესველის შესახებ, ჩვენი გული არ იყოს ქვიანი ნიადაგი, ან ეკლიანი, ან როგორ არის იგავში გზის პირას მდებარე, არამედ კეთილი ნიადაგი, რომ ღვთის სიტყვამ ჩვენს გულში კეთილი ნაყოფი გამოიღოს, პირფასოს მებოდადებო ჩვენს საცხოვრებლად, ჩვენს გადასარჩენად, ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც. ამინ. ეს ყაბასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე მოხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.